დილამშვიდობისა მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მადლობა რომ გვიყურებთ, ყველას ბედნიერ დილას გისურვებ და ცხადია, ვიქნებით თქვენთან ერთად და შევეცდებით სასიამოვნო წარიმართოს თქვენი დილა. კახამქიაშვილი, სოფიო კუჭავა თქვენთან ერთად ვიქნებით ამ დროის განმავლობაში და ყველას მშვიდობიან დღეს გისურვებთ, რა თქმა უნდა. სანამ ანონსს შემოგთავაზებდეთ, მანამდე ვნახოთ საეკლესიო კალენდარი და შევიტყოთ, რომელ წმინდანებს იხსენიებს დღეს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. 2 აპრილს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მოწამე ფოტინე სამარიტელს და მის ძეებს ვიქტორის და იოსიას, ღირს მოწამეებს იოანეს, სერგის, პატრიკს და სხვებს, წმინდა საბას ლავრაში მოწყვეტილებს, წმინდა მოწამეებს ანატოლიას, ფოტოს, ფოტიდას, პარასკევას, კირიაკიას, დომნინას და სებასტიანეს, წმინდა მოწამეებს ალექსანდრას, კლაუდიას, ევფრასიას, მატრონას, იულიანას, ეფემიას და თეოდოსიას, წმინდა ნიკიტა აღმსარებელს, აპოლონიადელ მთავარეპისკოპოსს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ყველას გილოცავ დღევანდელი წმინდანების სცენებას და წარმოგიდგენთ ანონსს და სტუმრების ვინაობას და იმ თემებს, რომელსაც ვისაუბრებთ და განვიხილავთ ჩვენ სტუმრებთან ერთად. ამ პარტნიორების ცოდვა, ამ ცოდვის შესახებ ვისაუბრებს ჩვენი სტუმარი, რომელიც იქნება მოძღვარი ცხადია პირველ ბლოკში და შემოგვიერთება ზღვისუბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მეკვაბიშვილი. დღეს 2 აპრილს ქართველი სიმბოლისტის, პოეტის, მწერლის, ცისფერყანწელთა მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებლისა ტიციან ტაბიძის დაბადებიდან 130 წელი შესრულდა. იგი 1937 წელს საბჭოთა რეპრესიების დროს ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდება პოეტი, ესეისტი ქალბატონი ქეთევან შენგელია. 7-დან 14 აპრილის ჩათვლით თბილისის მოყვარულ სტუდენტთა თეატრალური საერთაშორისო ფესტივალი ნიღაბი გაიმართება წელს უკვე მე-11-ად. თემაზე სასაუბრო ჩვენი სტუმრები უფრო მეც მოგვიყვებიან თუ როგორია სამზადისი და რა იქნება წარმოდგენილი. ფესტივალის ორგანიზატორი, ერთ-ერთი ორგანიზატორი ანა სიდამონიძე და ფესტივალის მონაწილე 2023 წლის გამარჯვებული გიორგი სანიკიძე იქნებიან ჩვენი სტუმრები. საინტერესო გადაცემა გეოლდებათ, ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად. ახლა ვნახოთ ამდის პროგნოზი და შევიტყოთ, როგორი ამდია მოსალოდნელი დღეს თბილისსა და მთელ საქართველოში.
კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას. ზღვისუბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მექვაბიშვილი შემოგვირთა. დილამშვიდობისა დაგულოცეთ მამა. დილამშვიდობის შეგვეციოს ქრისტესთვის. ცოდვაზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც ალბათ ისეთი ცოდვაა, რამაც ადამიანი გამოაგდო 64-დან, ანგელოზი ეშმაკათ აქცია და ყველა ადამიანში მძლავრობს და აი წმინდა პაისიათონელი რაღაცა ცოდვების გენერირებას რომელიც ცოდვიდანაც უამრავი ცოდვა მოდის შემდგომ. ამ პარტავნების ცოდვა, რომელიც ბევრი კუთხით გამოვლინდება. პირველ რიგში აი რა არის ამ პარტავნება? ცხადია ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, თქვენც არაერთხელ გისაუბრია და როგორ შეიძლება ეს სისტემა იყოს, როდესაც მე დასრულდეს, ხო, სამწუხაროდ ჩვენში ბუთობს. რა არის ამ პარტავნება და რისგან იღებს სათავეს? ძალიან სამწუხარო ცოდვა არის, რომელიც ყველანაირად ადამიანის ფიზიკური და სულიერი განადგურებისკენ არის მიმართული და ალბათ ყოველდღე უნდა დავფიქრდეთ ჩვენ ამ ცოდვაზე და უნდა ვეცადოთ, რომ თავმდაბლობა მოვიპოვოთ. რა თქმა უნდა, როცა ვასწავლით, ჩვენ ვსწავლობთ და მეც როდესაც მესმის სიტყვა თავმდაბლობის და ამ პარტავნების შესახებ, ხედავ, რომ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო და გზა, ესე იგი, თავმდაბლობისკენ და ღვაწლი და ბრძოლა ამ პარტავნების მოსაკვეთად, ეს არის მთელი ჩვენი ცხოვრების მოღვაწეობა. რაც არ უნდა გავაკეთოთ, ბუნებრივად ბევრი უნდა გავაკეთოთ, მაგრამ რაც არ უნდა გავაკეთოთ, მაინც უნდა ვიცოდეთ ის, რომ აი ბოლომდე ამოძირკვა ამ ცოდვისა არ ხდება რაღაც დონეზე, მაინც რჩება ადამიანში და თვითონ ამისი ცოდნაც გარკვეულწილად გვიცავს ჩვენ, რომ ბოლომდე არ ჩავარდეთ კიდევ ამ პარტავნებში. აი რატო ხდება ასე, მამა დავით? აი რატომ არის, რომ შეუძლებელია ფაქტობრივად ამოძირკვა? იმიტომ რომ ყველაზე მეტად თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ჩვენ დაცემული ბუნების მატარებლები ვართ, უკვე დაზიანებული გვაქვს სული, სხეული, რა თქმა უნდა, რომელიც უფრო საჩინო არის, ჩვენი გონება და ჩვენი გული. ყველაზე მეტად ეს ამ პარტავნებამ გამოიწვია და ამ პარტავნება ყველაზე ღრმად არის ჩვენს შინაგან არსებაში შემოსული. რადგანაც არც ერთი ცოდვა ისე არ სიამოვნებს ადამიანს, როგორც ამ პარტავნება და ამის ბევრი მაგალითი არსებობს, ამაში ყველანი დამეთანხმება და ყველაზე მეტი ბუნებრივია ბრძოლა ამისკენ უნდა მიმართოთ და საიდან გაჩნდა ამ პარტავნება ბუნებრივია ჩვენ ვისაუბრეთ ანგელოზებზე, რომელთაც ერთადერთი რამ, ასე ვთქვათ, ამ პარტავნება და ეს იერარქიულობისგან გამოსვლა გაუხდათ დასაბამი იმისა, რომ ბოროტები გამختარიყვნენ. ნუ ამ პარტავნება გახდა მათი დაცემის მიზეზი, მოკლედ რომ ვთქვათ და იგივე მოხდა ადამიანებთან მიმართებაშიც. პირველი ცოდვა სწორედ ადამი და ევადან შემოვიდა ჩვენში, ჩვენს არსებაში, მათი მემკვიდრეები ვართ ჩვენ. და თავისუფალი ნებიდან გამომდინარე მოხდა ამ პარტავნობის ცოდვის შემოსვლა გონიერ არსებებში, რომ ღმერთმა მოგცა ჩვენ თავისუფალი ნება და ეს თავისუფალი ნება მე მაძლევს იმის საშუალებას, რომ ღმერთს ზურგი შევაქციო და როგორც კი ღმერთს შევაქცევ ზურგს, დამთავრებულია უკვე, ესე იგი მე გავაკეთე კი არჩევანი, მაგრამ ამით შევცდი და ჩემში უკვე გაძლიერდა ამ პარტავნება, იმიტომ დავიჯერე ის, რომ ღმერთზე უფრო ჭკვიანი ვარ და ღმერთმა რაც მითხრა ისევ და ისევ ჩემი გადარჩენისთვის, თქვა ის არ ჭამო, ეს ჭამე, ეს გააკეთე, ეს არ გააკეთო, მე ჩავთვალე ესე, რომ ჩემი გადაწყვეტილება უფრო სწორია. ეს არის უდიდესი უგუნურება. ეშმაკთან მიმართებაში შეიძლება ესეთი რამის თქმა, ამ პარტავანი არის, თუ ამბობენ წმინდა მამები და აგრეთვე უგუნურიცო, ეს ყველაფერი ჩვენს წისქვილზე ასხამს ხალხს, როცა გვინდა რომ თავმდაბლობის გზაზე დავდგეთ, ბოროტთან ბრძოლა ხშირად გვიწევს საკუთარ თავთან და ასე შემდეგ. ვერაფრით ვერ დაიჯერა ბოროტმა ღმერთის თავმდაბლობა იმ დონემდე, რომ ის ჯვარზე გაეკვრებოდა, რომელიც იყო ყველაზე სამარცხვინო სიკვდილი და მიიღო ეს გადაწყვეტილება იმ ბრბოს მეშვეობით და რაწამსაც ჯვარცმის დროს სიკვდილი შეეხო ქრისტეს სხეულს, მაშინვე სიკვდილი განკარდა, ქრისტე ჯოჯოხეთში ჩავიდა და ასე შემდეგ. არის, რა თქმა უნდა, წამალი ეკლესიის მამების მიერ მოცემული ამ პარტავნების ამოსაძირკვად და თავმდაბლობის შესამოსად. ეკლესიაში დიდი გამოცდილება არის, რა თქმა უნდა, ამ ცოდვასთან ბრძოლის, ამ პარტავნებასთან. პირველი, ეს არის უფალთან ურთიერთობა, ნუ რამაც ჩვენ გამოგვაგდო სამოთხისეული მდგომარეობინა და რამაც განაპირობა ჩვენში ამ პარტავნების აღმოცენება და ფესვების გადგმა,
ღმერთისგან განდგომა, ჩვენ დავბრუნდეთ უფალთან და უნდა შევიმეცნოთ ღმერთი. ძველ აღთქმაში დაფარული იყო ღვთის პიროვნება, მისი ძირითადი თვისებები, გარკვეულწილად ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა ძველი აღთქმის ადამიანებს ღმერთის შესახებ. მხოლოდ ამჟელ მამად იყო წარმოდგენილი, ხოლო როდესაც მოდის უკვე დედამიწაზე ყოვლადწმინდა სამების პირთაგან ერთ-ერთი მაცხოვარი იესო ქრისტე, ის წარმოაჩენს იმას, რომ ღმერთი თავმდაბალია. და რაც უფრო ხშირად ვიკითხავთ სახარებას და გავიცნობით უფლის სიტყვებს, მის სწავლებებს, მის სიყვარულს, თავისთავად ეს უკვე შეცვლის ბევრ რამეს ჩვენ ცხოვრებაში, რომ ჩვენ ამ პარტავნებიდან თავმდაბლობაზე გადავიდეთ. ერთ-ერთი მეთოდი ეს არის, რომ ჩვენ ვილოცოთ, ან უფალს ვესაუბროთ, ხოლო როცა სახარებას ვკითხულობთ, უკვე უფალი გვესაუბრება ჩვენ და ეს კავშირი გააძლიერებს ჩვენში თავმდაბლობას, იმიტომ რომ სადაც არ არის სინათლე, იქ ჩდება სიბნელე და სიბნელე არის სწორედ ამ პარტაონება, ხოლო მეორე, ასე ვთქვათ, საშუალება, რომელიც მოგცა ჩვენ წმინდა ეკლესიამ, ეს არის, თქმა უნდა, ბიბლიური სწავლებები, ეს არის წმინდა მამების სწავლებები თავმდაბლობის შესამოსად. უფალი ამბობს სახარებაში ამ პარტავანთა შევმუსრავ, ხოლო დაბალ ადამიანებს მივსემ მადლს. შერისხენ შენ ამ პარტავანთა წყეულარენ, რომელთა გარდა აქციეს მცნებათაგან შენთა. კიდევ ურთიერთარს მორჩილებით სიმდაბლე შეიმოსეთ, რამეთო ღმერთი ამ პარტავანთა შემოსრავს. და აი ისე ამ მოცემული, ასე ვთქვათ, რეცეპტებით უნდა ვისწავლოთ ჩვენ თავმდაბლობა. იგივე უფალი გვეუბნება, რომ როდესაც დაგიძახებენ ბოლო ადგილას დაჯექი, ხო, ნუ წარმოაჩენ შენ თავს. ნუ იფიქრებ, რომ როდესმე კეთილი საქმე გაგიკეთებია, ან რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღებიეს, ხო, ყველაფერს ღმერთი გვაძლევს, ლაპარაკს, სილამაზეს, ყველა სხვადასხვა ნიჭები გვაქვს. და ამ ნიჭების გამო ძალიან დიდი უგუნურება იქნება, რომ ჩვენ თავი მოვიწონოთ და ვთქვათ, რომ ეს ჩვენი, ვთქვათ, ნიჭია და ამის გამო ამ პარტავნებაში ჩავარდეთ. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ გვაწყობს ესეთი რამ, რომ მოვიპაროთ ღვთისგან ეს ნიჭები და გამოვაცხადოთ, რომ ეს ჩვენია და ქებადიდება მივიღოთ ადამიანებისგან, გარკვეული ილუზია შეუქმნათ ჩვენს თავს, რომ ჩვენ უკვე კარგები ვართ. ეს მარტივია, ხო? დაიჯერე, კარგი ხარ და გადაადე ფეხი ფეხზე, არაფერი აღარ უნდა გააკეთო. მაგრამ როგორც კი ღრმად ჩაიხედავ საკუთარ თავში, დაინახავ, რომ თურმე კარგი არ ხარ და აღარ უნდა განეკითხო სხვა, უნდა განეკითხო საკუთარი თავი და ეს არის უკვე გზა სინანულისა, რომელიც თავმდაბლობასთან მეგობრობს სინანულის გზა და ამის გარეშე შეუძლებელია ნამდვილი რწმენის მოპოვება. უფალი ამბობს ახარებაში, რომ თქვენ როგორ შეგიძლიათ ირწმუნოთ, როცა დიდებას ერთმანეთისგან ღებულობთ, ურთიერთობას მიიღებთ და ღვთის დიდებას არ ეძებთ. ასე რომ ეს ეკლესიური ცხოვრება თუ მართლაც ჩვენ ვცდილობთ, რომ სამეუფო გზაზე ვიდოდეთ, თავისთავად გააძლიერებს ადამიანში თავმდაბლობას, ამის ნათელი მაგალითი არის წმინდანები, რომლებიც თავის უკვე მოღვაწეობის ბოლო პერიოდში საოცარ თავმდაბლობას წარმოაჩენდნენ და თვითონვე ამბობდნენ გამოცდილებით, რომ თავიდან გვეგონა, რომ რაღაცას კეთილს მაინც ვაკეთებდით, მაგრამ ეხლა ვთვლით უკვე ამ დიდი, ასე ვთქვათ, განვლილი გზის შემდეგ, რომ ჩვენ არაფერი არ გაგვიკეთებია. და მეორეს მხრივ ეს, ესე იგი, თავმდაბლობის მოპოვება, ეს არის მიზნმიმართული გონიერი პროცესი. გონება არის ფილტრი. და სანთელი გვამისა იარს თვალია, როგორც უფალი ამბობს სახარებაში. აი პოროტი, აი ამ პარტავანი აზრები არ უნდა შემოუშვათ საკუთარ თავში და არ უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ, ან სხვაზე მეტი ვართ. აი თუ აი აქ ჩვენ გონება გაფანტულები ვიყავით, აუცილებლად შემოაღწევს ჩვენს არსებაში ეს პოროტი ფიქრი და აზრი, რომელიც მთლიანად მოიცავს ადამიანურ არსებას და იწყება უკვე მერე პრობლემების საზოგადოებასთან, დაპირისპირება, ბუნტი, რაც დღეს ჩვენ გვაქვს ეს ცალსახად სამწუხაროდ ამის მაგალითები, თუნდაც ჩვენთან და სოფლიოშიც, მაგრამ სამწუხარო რომ ჩვენთან, იმიტომ რომ ჩვენ სახარება გვიპყრია ხელში, მართლმადიდებელი ერი ვართ და რა თქმა უნდა ორმაგად მოგვიკითხება ჩვენ ეს ყველაფერი. კახა მახსენდა დასაწყისში მამდავით რომ ამ პარტავნება სხვადასხვა სახით ვლინდება და არაერთი სახეობა აქვს ამ პარტავნებას, ხო? ამ სახეებზე რომ ვისაუბროთ, როგორ წარმოჩინდება ამ პარტავნება და ასევე საინტერესოა წეგან თქვენ რაც თქვით, რომ არის ფიქრო იმაზე, რომ სიკეთე რაც შენ გააკეთებ, თქვათ, ის
რამდენი გაკეთებული ანის მიღწეული წარმატებები და ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა თავისთავად ყველამ ვიცით, რომ ეს ყველა ნიჭი, რომელიც ბოძებულია, არის უფლისგან ჩვენთვის, მაგრამ თავისთავად ადამიანს ალბათ უხარია ხომ, როდესაც რაღაც წარმატებას მიაღწევს ეს მეცნიერი იქნება მსახიობი, მომღერალი, არ აქვს მნიშვნელობა. სახიობა ვერ მივხვდი რა შეასაქმე. ვინ იგულისხმება თქვენ ამაში? ან მომღერალის გვეკახა. არა, კარგი შეკითხვაა. ზოგადად, აი გვიხარია რა თქმა უნდა, როდესაც ვიღაცას მოსწონს ჩვენს მიერ შესრულებული სიმღერა, როლი, ასე შემდეგ, ხო, რა თქმა უნდა, ქებაც გვსიამოვნებს. ეს ან თუნდაც ვინმეს მიმართ რომ სიკეთეს ჩავიდენთ, ასე ვთქვათ, ეს გარკვეულწილად შეში ამ სიხარულს ბადებს თავისთავად. ეს არის ამპარტავნება თუ არა და როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ეს ამპარტავნებაში არ გადავიდეს. ხა ყველაფერი ახლა შეზრდილია ერთმანეთთან. კიდევაც შეიძლება იყოს ამპარტავანი. როგორ გავარჩიოთ ვარც თუ არა ამპარტავანი. რაც არ უნდა ზღვარი გავავლოთ ჩვენ. მაინც ალსახად უნდა ვთქვათ, რომ ვართ ამპარტავანები და თუ გვაქებენ და გულის სიღრმეში ძალიან გვსიამოვნებდა თავს ვიწვენებთ, არ არის ეს ამპარტავნების საზომი და ნიშანი? რა თქმა უნდა, მაგრამ აი ძალიან ინდივიდუალურია სიტუაციიდან გამომდინარე. რაც არ უნდა იყოს ხელსაყრელია იმ ყოველთვის იმის თქმა, რომ მე ამპარტავანი ვარ. ხო, სიტყვით ძალიან ხელსაყრელია და თვითონ ის ახლა რაც ჩვენ თქვით რომ ისე იგი წარმატებული ხარ, საზოგადოებას უხარი, აი პავლე მოციქული ამბობს რომ უკანასამას დავივიწყებ და წინასამას მივწდები. რატომ არის ახლა ეს ამპარტავნება ცუდი რომ შეიძლება გაჩერდეს შენ. ხო, მაგრამ ხო არავის არ გვინდა რომ გავჩერდეთ. ახლა თუნდაც ღრმა სიბერემდე მივიდეთ რომ ყოველთვის შემოქმედი ვიყოთ, გამომგონებელი ვიყოთ, რაღაც სიახლეები ვთქვათ. და წარმატებას აღწევენ ყოველთვის თავდაბალი ადამიანები. ჩვენ ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს იმისა, რომ კარგად იწყებენ და მერე ცუდად ამთავრებენ. იმიტომ რომ როგორც კი შენ დაიჯერებ, რომ უკვე აჰა, რაღაცას მიაღწიე. ნუ ახლა ჩვენ უფრო სულიერ ცხოვრებაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, მაგრამ მე შეგვიძლია გადმოვიტანოთ ჩვენს საქმიანობებთან მიმართებაშიც. ხო, არის ვიღაცა რომ რაღაც ელემენტარულზე და პირველი ვარო, მაგრამ არიან ისეთი პიროვნებები, რომლებიც ძალიან დიდ წარმატებას აღწევენ და ამავე დროს დიდი თავმდაბლობაც აქვთ. ეს ორივე ერთად თუ იქნება ისევ და ისევ ჩვენთვის იქნება ეს კარგი და ის ყველაფერი რაც მოცემული გვაქვს ეკლესიის მიერ სწავლებები ეს ჩვენთვის არის კარგი რომ ჩვენ გავაგრძელოთ წინსვლები თორემ კი ბატონო თქვათ რომ აი კარგები ვართ და მივიღოთ ერთჯერადად ეს სიხარული მაგრამ ხვალინდელი დღე აღარ იქნება ესეთი წარმატებული მაგრამ არ დავიწყოთ რომ ეს ყველაფერი უფლისგან მიერ არის პროდუქტი და მაჟორები ვიყოთ თქმა და აი კიდევ არის ახლა სახარებისეული სწავლება არის რაჟამს იქმოდია quellis საქმესა ნუსნო მარცხენა შენ რასა იქმოდის მარჯვენა შენ ჩვენ რომ წავდგებით ღვთის წინაშე ღმერთმა უნდა გაგვამართლოს ადამიანი გამართლდება რწმენის და საქმეების მიხედვით და როგორც კი შენ იტყვი რომ აი მე მართლა ესეთი ვარ კარგი გავაკეთე აი იმ თავითვე იქ უკვე შენ თვითონვე აძლევ ნუგეშინის ემას და სასყიდელს საკუთარ თავს და უკვე უფალი აღარ გაგიხსენებს ამას და ამიტომ უნდა ვეცადოთ რომ მაქსიმალურად კი საზოგადოებამ უნდა შეგვაქოს აბარად აში უნდა დაგვიკრას კეთილ საქმეზე თუ არ დაგვიკრეს აში რა იქნება მაშინ ხო ანუავს თუ ავი არ უწოდე და კარგს თუ კარგი მაშინ რა გამოვა მაგრამ ჩვენ უნდა რაღაც ბალანსი და ასე ვთქვათ დავარეგულიროთ უნდა ეს საზოგადოებრივი მუხტი ჩვენზე მოწემნული და უნდა გავიხსენოთ მაშინ ჩვენი ცოდვები ბასილი დიდი ამბობს რომ შესაძაც გაქებენო შენ და გიჭირს უკვე ამის რეგულირებას საკუთარ თავთან რომ ეს ქება დიდება და ხოტბა და შესხმა საკუთარ თავში არ შემოუშვა გაიხსენი შენი ცოდვები ხოლო საპირისპირო დამისა როდესაც ხედავ რომ ვინმე არ არის წარმატებული ან ცოდვას ჩადის და შენ ხედავ ამას გაიხსენი მისი კეთილის საქმეები ან თქვი რომ უბრალოდ როგორ შეიძლება ადამიანს რაღაც კეთილი არ ქონდეს ხმა არის თითოეულ ადამიანში რაღაც ისეთი რომელიც გამოარჩევს მას სხვა ადამიანებისგან და სწორედ ამით გამოირჩა მეზვერე ჩვენ ფარისევლისა და მეზვერის იგავით ვიწყებთ დიდ მარხვას ეკლესია გვამზადებს ესე ამგვარად რომ თამდაბლობით ვიღვაწოთ და ფარისეველი იწყებს მადლიერებით ხო აქებს საკუთარ თავს მე ამას ვაკეთებ და ამას მოყვა უკვე ავტომატურად ხვების განკითხვა ხოლო მეზვერე რა თქმა უნდა მას ექნებოდა კეთილი საქმეები ჩადენილი მაგრამ ამას არ იხსენებს და ამბობს მხოლოდ სინანულის ლოცვას ღმერთო მილხინე ცოდვილსა ამას და შემიწყალე მე უკვე რა თქმა უნდა სახარების სხვა პერსონაჟებთან ხვდება ამგვარი ლოცვა შემიწყალე მე და ეკლესიამ გააერთიანა მოგწეს უნიკალური ლოცვა და ყველაზე კარგი საშუალება არის ლოცვა
და სახარების კითხვა და მიზნად მიმართული რაღაც ესეთი შეგნებული გონიერი პროცესი თავდაპირველობის მოსახვეჭად მრავალ მხრივ შეიძლება ეს ითქვას. აგრეთვე ძალიან კარგი არის მორჩილება ერთადერთ რამეში არ უნდა დავემორჩილოთ მოყვას თუნდაც მოძღვარს თქმა უნდა მაგრამ ერთადერთი სავარაუდოა რომ მოძღვარმა გითხრას რომ ეხლა ღმერთის გზისგან საპირისპირო გზა აირჩიე მოძღვარი ყოველთვის გეუბნება რომ ღვთის გზაზე ვიაროთ და რაც შეეხება ადამიანებთან ურთიერთობას ძალიან ხშირად რაღაც ელემენტარულს გეუბნებიან ჩვენი მეგობრები, მშობლები, რომ მოდი ეს გააკეთე და მაშინვე თუ არ შეგვიძლია რომ დაუჯეროთ და გავითვალისწინოთ მათი რჩევა, პირველ ეტაპზე მაინც აუკრავთ ხელს, როგორც იტყვიან და გავამძაფრებთ მათთან ურთიერთობას. თავდაპირველობის მომნიჭებელი არის ადამიანთან ურთიერთობაც, ხომ? აი როგორ გამარჯვებას ვეთქვით ადამიანს, როგორ დაუდგებით გვერდში, ეს ყველაფერი განაპირობებენ ჩვენს თავდაპირველობას. უფალმა ჩვენს აუცარი მაგალითი მოგცა. ფეხები დაბანა მოციქულებს და თითოეულ ჩვენთაგანს ბანს ფეხებს და აუცეს ძალიან დიდი ამის თქმაც კი რომ ვამბობ უკვე მწვენია და მერიდება იმდენად დიდია უფალი და იმდენად მწოდულები და ამბარტავანები ვართ ჩვენ, მაგრამ უფალმა თქვა რომ მე ამით მოგეცი თქვენ მაგალითი რომ თქვენ თავდაპირველობა ისწავლოთ ერთმანეთის სიყვარული ისწავლოთ. დღეს აღარ არის ეს ფეხების დაბანა, მაგრამ ძალიან ბევრ რამეში ვჭირდებით ჩვენ დღეს ადამიანებს და ვეცადოთ რომ ყველას გვერდში დაუდგეთ. შეიძლება ის ლოცულობ და ადამიანს დახმარება ჭირდება, ეს დროებით შეაჩერო ის ლოცვა და დაეხმარო ადამიანს, რადგანაც მოყვას ის სიყვარული გვასწავლის ჩვენ ღვთის სიყვარულს. ჩვენ გონია რომ ხშირად ლოცულობთ, უბრალოდ კითხულობთ. ვცდილობთ რომ ვისწავლოთ კითხვა. ძალიან ხშირად კითხვასაც ვერ ვახერხებთ ნორმალურად. ხშირად მედავითნეებსაც კი ეშლებათ ხომ ეს საეკლესიო კითხვაც არ არის მარტივი. ამის შემდგომი ეტაპია უკვე ლოცვა და ძალიან ისეთი არის, აი როგორ ვთქვათ, უცნაურია ცოტა სულიერი ცხოვრება. შეიძლება საერთოდ აი ყველაზე ისეთი ადამიანი, რომელიც საზოგადოების მიერ არის ათვალწუნებული, ყველაზე მეტად სათნო იყოს ღვთის წინაშე, ვიდრე თქვა შეიძლება სასულიერო პირიც. აი ხა მარხვის პერიოდია მამა დავით და ამ დროს არის ხოლმე რომ ახალი ბრეული მოდის ხო, იწყებენ თითქოს უნდა რომ მარხვის დროს შეუდგენ ამ გზას, რაც სახსხარულოა. აქვე ვთქვათ რომ ნებისმიერ დროს შეიძლება მისვლა და მარხვის ბოლო დღეებში შეიძლება, მაგრამ არის ხოლმე ხანდახან რომ დგას ბრეული, რომელიც დიდი ხანი დადეთვით რომ უკვე ის სტაჟიანი მრევლია და იქ მითითებებს იძლევა შენი ადგილი აქ დადექი. აი ეს ამპარტავნება ხშირად ხდება სულიერ ცხოვრებაში, თითქოს რაღაც სტაჟი განაპირობებს იმას, რომ წინსვლა მოიპოვა და თუ ყოველკვირა ეზერება, ეს უკვე ვიღაცაზე მეტია. აი ეს ფიქრები რამდენად საშიშია და აქვე გავაერთიანებ კითხვას, რომ ყველა სიტყვით ვიძახით, რომ ამპარტავანი ვართ. ნუ კარგია რომ აღიარებს, ზოგი არ აღიარებს. მაგრამ თითქოს ეს რაღაც გადარდებს, მაგრამ საკმარისი წაკრას ვიღაცამ. ისე კი პასუხობს, ისეც გაუპასუხოთ და ისეთ მისცემ პასუხს, რომ დაგავიწყდება, რომ ამპარტავნებას ბრძოლა ჭირდება საწინააღმდეგოდ. აი რა ხდება ამ კუთხით და როგორ უნდა ვებრძოლოთ? მართალი ხარ. შეურაცხყოფა და შენიშვნა. აი ამის ნათელი მაგალითი ჩვენც ვართ, ხო, სასულიერო პირები. მე ვცდილობ რომ ვფიცრობ ვამბობ ამას, რომ თუ რავი მექნება ისეთი ძალიან გთხოვთ, ეხლა შეუცდარი, რა თქმა უნდა, არავინ არ ვართ, მაგრამ გთხოვთ, მითხარით, გამიხარდება პირიქით. მამხილეთ, კი, ესეთი სწავლება არის, სოლომონ ბრძენი გვაძლევს. ძალიან ხშირად იკითხება ეს სწავლება ეკლესიაში ღირსი მამების ხსენების დღეს. ამხილე ბრძენს და უფრო ბრძენი გახდება. ნუ ამხილე უგუნურს, რომ არ შეგიძულოს შენ. არის ხოლმე ესეთი მომენტები, რომ ადამიანები მოდიან ჩვენთან, ზოგს ახსარება უნდა, ზოგს საუბარი უნდა, ამათ შორის ახლა ზოგი შეიძლება მართლა სტაჟიანი მრევლიც იყოს და რაღაცა ვცდილობ რომ უთხრა. აი ძალიან ვერიდები რომ საერთოდ ვიღაცა იმას რამე უთხრა, ახლა თუ მით უმეტეს ახლა არ ჭირდება. და აშკარად ხედავ რომ ადამიანია თქვა ამას ვერ ღებულობს და იქ ვანებებ თავს, მაგრამ ძალიან მქონია ესეთი შემთხვევები, რომ თქვა 1-5 წელი ვერ ღებულობდა ადამიანი, ისხლიტავდა ყველაფერს, მეც ვერაფერს ვერ ვეუბნებოდი, მაგრამ ადამიანი მოდიოდა თქვა ტაძარში და გებოდა ღვთისმსახურებაზე, ეზიარებოდა და გასულა თქვა რაღაც პერიოდი, პირობითად 5 წელი, კიდე უფრო მეტი და რაღაცა უფრო გახდა კონტაქტური ეს ადამიანი, უფრო მეტად მოისმინა თქვა ჩემი სიტყვა და მიიღო უფრო თქვა ის მხილება, ის სწავლება. ასე რომ ზოგი მალე გადალახავს ამ მდგომარეობას და ზოგს ცოტა უჭირს. არის ხომ ზოგმა შეიძლება 30 წელი თქვა ერთ და იგივე გზად კეპნოს, იბუქსაოს ერთ და იგივე ადგილას.
და მერე გადალახოს და გადადგა შემოჭირდება თუ არა პირადი შრომა. ჩვენ ხათა ლაპარაკობთ ადამიანებზე, რომლებიც ტაძარში დადიან და მარხვის პერიოდი ვახსენე და მბრეული ეწოდებათ, ხო, იმიტომ რომ ესე რომ დაუშვათ, აი ხანდახან გვემართება ხოლმე თუ დავდივარ ყოველკვირა ტაძარში, თქოს მე არ უნდა ვიშრომო და ის ღმერთი და ჩემი ტაძარში რომ თავის დიზავს. პირადი შრომა, ღვაწლზე არ ვლაპარაკობ, ღვაწლი ხოსაფეხურია. ჭირდება თუ არა რომ თუ ხვდები რომ ეს მე მაწუხებ, თუნდაც მიმახვედრეს რომ ეს რაღაცნაირად ვებძოლო. შეიძლება ვერ დავამორცო, მაგრამ ვებძოლო. და არაფეხი-ფეხზე გადავიდო და მოძღვარმა ელოცოს ვეზიარები და მე არაფერი არ ქონდა თავისით გადაგაივლის. აუცილებელია ეს ყოველდღიურად ბრძოლა და ჩაღრმავება საკუთარ თავში, როგორც ბრძანებს დავით წინასწარმეტყველი. რა ის თქვათ, გულთაში ინა თქვენთა, სარეცელთა თქვენთა ზედა შეინანეთო და აი ხამის ლოცვაც აი წილის წინ რომ ლოცულობთ, იქ არის ჩვენი აღსარება წარმოჩენილი ყველაფერი. აი წარსულში ჩამოთვლილია რა. კი, ჩამოთვლილია ეს ყველაფერი, გინა თუ ეს ვაჭირვე ან თუ მშვენიერების სამქონებელი ვიხილე და მის და მე დაულბი და რა მთელი ცოდვები არის ჩამოთვლილი და საკუთარ თავთან მუშაობა იძლევა შედეგებს, რა თქმა უნდა. უფალი აკურთხებს და მადლს აძლევს მშრომელ ადამიანს. სახარებაში არის მაგალითი იმისა, რომ მაგალითები მოცემული იმისა, რომ უფალი ნიჭს ყველას აძლევს ერთჯერადად და აი ამის შემდგომ ვინც იშრომებს, იღვაწებს, რომ ეს ტალანტი უფრო მეტად გაამრავლოს, მას კიდევ უფრო მეტი ეძლევა. სამწუხაროდ დღეს ისეთ მოცემულობაში ვარ და ისეთ რეალობაში ვარ, ჩვენ ბრძოლები გვიწევს, მაგრამ ხმლით არ გვებწვიან. შეიძლება პირდაპირ გაგებით ქრისტიანობას არ ებწვიან, მაგრამ ისეთი ბრძოლა არის და ისეთი მდგომარეობა ჩვენს გარშემო შექმნილი, რომ ყველაფერი რაც არის ხომ გვიზიდავს მატერიალურისკენ და გავყავართ საკუთარი თავიდან, რომ საკუთარ თავში სულიერი შრომა არ ვაწარმოოთ. და სწორედ საკუთარ თავში ჩაღრმავების შედეგად უნდა დავინახოთ ღმერთიც ხომ, როდესაც უფალი შეკითხვას უსვამენ, მოციქულები შეკითხვას უსვამენ უფალს, რომ აი სასუფეველი როგორ მოვიპოვოთ, უფალი ეუბნება სასუფეველი არ არის ან იქ ან აქ, სასუფეველი თქვენში არის. და ეს შინაგანი შრომა ყოველთვის გადის საკუთარ თავში ჩაღრმავებაზე და საკუთარ თავში რამდენადაც ჩაღრმავდებით, იმდენად შეუერთდებით ქრისტეს და იმდენად გვექნება ქრისტეს სწავლებები საკუთარ თავში და როგორც გვეუბნება მოციქული პავლე, სიტყვა იგი ქრისტესი უხვად და მდიდრად იყოს დამკვიდრებული თქვენ შორის და თქვენი სიმდაბლეც იყოს ხარდიონ. ეს სიმდაბლე უნდა იყოს გამოკვეთილი სათნოება ადამიანში და სიმდაბლეს სჭირდება ბუნებრივია სწავლება, მაგრამ ესე ერთი თქვათ გადაგების მოსმენით და ერთი გადაწყვეტილების მიღებით რომ მე თავმდაბალი მინდა გავხდე, ესე არ გამოვა. მთელი ცხოვრება წვეთ-წვეთობით უნდა მივახციოთ ჩვენ თავმდაბლობას. ეს არის ჩვენ ადამიანური სათდური, ხო? უფალმა გვითხრა რომ ჩვენ გავიზრდებოდით თანდათანობითი განხთობითი პროცესი იქნებოდა ჩვენში, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ რომ მეხსეულად ერთი რაღაცა ხილის ჭამით, უცებ ღმერთივით გამხდარიყავით აბსოლუტურად სრულყოფილები. და დღესაც ესე არის. თუ კი ადამიანს და ევას ეს უნდათ, ჩვენ უფრო მეტად არ გვინდა, ეხლა მით უმეტეს როგორი გაზარმაცებულები ვარ და როგორ დაცემულია ჩვენი უნება. ერთი ცოდვა ჩაიდინეს იმათმა, ერთი ცოდვა ჩაიდინეს და ჯოჯოხეთშიც კი ჩავიდნენ რეალურად ამის გამო და ჯოჯოხეთი გაიარეს ფაქტურად მთელი ცხოვრების განმავლობაში და ჩვენ ყოველდღურად ამდენ ცოდვებში ავდივართ და ესე მარტივად შრომის გარეშე ბუნებრივია არ გამოვა თავმდაბლობის მოპოვება და თავმდაბლობა უკვე არის სინანულთან ერთად და ეს გადის უკვე ქრისტესთან კავშირზე. როგორც კი მე მაქვს ილუზია რომ კარგი ვარ, მე მკურნალი აღარ მჭირდება უკვე და შეიძლება ამ დროს როგორც თქვენ თქვით, რა თქმა უნდა, ტაძარშიც დავდიოდე, აღსარებას ვამბობდე, მაგრამ სინანული არ მქონდეს, ვეზიარებოდე, ლოცულობდე. ფორმალურად აღვასრულე. ფორმალურად კი, აი რაც იყო რეალურად ფარისევლის მაგალითი. როგორ უნდა ვისწავლოთ თავმდაბლობა და ძალიან მნიშვნელოვანი არის ალბათ შვილებთან დამოკიდებულება ამ დროს, რომ გაზარდოთ თავმდაბალი ადამიანი, ისე რომ თქვათ არ დაკარგოს მან ამ ყველაფერში საკუთარი თავი და ამ პარტავნების თესვასაც ხომ არ ვუწყობთ ხელს მშობლები, ასე ვთქვათ, როდესაც ვიღაცის მაგალითზე ვეუბნებით, რომ აი ის ვთქვათ წარმატებულია, ის ასეთია, ვთქვათ წარმატებებს აღწევს, კარგად სწავლობს, კარგად ვღერს, ასე შემდეგ და მასზე უკეთესი იყავი, აი ასეთი შეგონებებით თავიდანვე ხო არ ვთესავთ ბავშვებში ჩვენ ამ პარტავნებას, ვთქვათ, ან პირიქით მიაღწია რაღაცა წარმატებას და იმაზე მეტად
მეტად ვაქებთ, ვიდრე საჭირო არის. აი ეს შუალედი როგორ შეიძლება ვთქვათ, ზღვარი სად გადის ეს ოქროს მნიშვნელოვანი ხიდი, ასე ვთქვათ და ძაფი, რომ მშობელმა არ დაარღვიოს ეს ბალანსი, ვთქვათ, თან შეაქოს შვილი, მაგრამ ამპარტავანი არ გახადოს. მისცეს მას მაგალითი თავმდაბლობის, მაგრამ ამავე დროს არ დაკარგოს მან საკუთარი თავი და არ გახდეს უბრალოდ მორჩილი, ასე ვთქვათ, მორჩილება კარგია, მაგრამ არა იმ დონემდე, რომ საკუთარი თავი უარყო, ხო? ძალიან დიდი ბალანსი არის, ბუნებრივი აქ საჭირო. საბოლოოდ ისე უნდა გავზარდოთ შვილი, ისეთი სიყვარული, თავმდაბლობა და მორჩილება უნდა ვასწავლოთ, რომ რაღაც მომენტში, როცა ჩვენი, ესე ვთქვათ, ხრტილიდან გამოვიდნენ და ინდივიდუალური ცხოვრება დაიწყონ, თან მოყვას ეს სიყვარული და თავმდაბლობით ორი უკიდურესი მიდგომა არის და შეინიშნება, რა თქმა უნდა, მშობლის მიერ ბავშვებზე. ერთი ის, რომ საერთოდ ყურადღებას ხშირად არ აქცევენ და სამწუხაროდ ძალიან ცოტა დრო დარჩა. დრო დაგვჭა ბავშვებთან ურთიერთობისთვის, მიგაგებით, რომ ისეთი ცხოვრება არის, რომ აი ძალიან სამსახურები ძალიან დიდი ხანი გრძელდება, ბავშვები ძირითადად თქვათ არიან ისე დაწესებულებებში, სადაც ინფორმაციას ღებულობენ, ერთგვარ სწავლას ღებულობენ, მაგრამ ეს მშობელთან ურთიერთობა, ან მოძღვართან ურთიერთობა არ აქვთ. და თავისთავად ეს, რა თქმა უნდა, გადასახედი არის და უნდა ასე ვთქვათ, რაღაცნაირად გამოვნახოთ, რომ შვილებთან ურთიერთობისთვის, თუ არ იქნება ეს ყველაფერი, ვერაფერს ვერ ვასწავლით, მაგრამ მეორეს მხრივ ხდება, რომ ზედმეტად ხდება მიჯაჭვა ბავშვებისა და რაღაცა შემოქმედებითი უნარი რაც უნდა კონდეს ბავშვს, რომ თავისუფალინება რაღაცა უნდა წავიდეს, მეგობრებთან თქვათ ითამაშოს, აი ესეც შემდგომში ძალიან გამოადგება და ესეც უნდა იყოს და ეს ძალიან დიდი სიბრძნე არის და შევთხოვოთ უფალს, რომ ყველა მშობელს მოგცეს იმისი მადლი, რომ ბავშვები და მომავალი თაობები ღირსეულად გავზარდოთ. დიდი თემა არის და ალბათ შემდგომში ვისაუბრებთ ამაზე. მადლობთ მოგზაურობისთვის. თქვენ კი შეგახსენებთ, რომ სტუდიის სტუმარი გახდათ ღვთისუბანში მდებარე ყოლაწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მექვაბიშვილი. ამპარტავებასთან ბრძოლას ისე არაფერი ხდება, როგორც ლოცვა. ამიტომ ლოცვა მოვისმინოთ ახლა და შემდგომ დაგიბრუნდებით სხვა თემით, სხვა სტუმრებით დაგვიბრუნდებით. დიდება მაღალთაში ნომერცა ამოუჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვით არცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შეინთა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ. რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
მას ხო რომე უსუბითა და განწმინდე მე განბანო მე და უფროს თოვლისა განსპეტაკნე მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაინ ჩემნი ახოცე გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულით ამთავრობისათა დამამტკიცე მე ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა უფალო ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა რამე თუ უკეთ უმცა გენება მსხვერპლი შემცა მეწირა არამედ საკვერთხი არ აგთნდეს მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემოსრული გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო დიდება შენ და ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო ერთსოლნების დილა კვლავ პირდაპირ ეთერშია, შემოგვიერთდა სტუმარი, თუმცა სანამ მას წარმოგიდგენდეთ, გეტყვით, რომ დღეს 2 აპრილს ქართველი სიმბოლისტის, პოეტის, მწერლის, ცისფერყანწელთა მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებლის ტიციან ტაბიძის დაბადებიდან 130 წელი შესრულდა. იგი 1927 წელს საბჭოთა რეპრესიების დროს ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. თემაზე სასაუბროდ კი შემოგვიერთდა პოეტი, ლიტერატორი ქალბატონი ქეთევან შენგელია. დილამშვიდობის ქალბატონი ქეთევან, მადლობას მოგახსენებთ მოგბრძანებისთვის. როგორც აღნიშნეთ, ტიციან ტაბიძის დაბადებიდან 130 წელი გავიდა და რა თქმა უნდა ჩვენ გვინდა გავიხსენოთ ეს დიდი მოღვაწე. სანამ უშუალოდ მის შემოქმედებაზე ვისაუბრებდეთ, მანამდე შევეხოთ მის ბიოგრაფიას და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მისი ცხოვრება და თვალი გადავალოთ. დიდი პატივისცემით მივესალმები ჩვენს მაყურებელს. მშვიდობიან დღეს უსურვებ. რაც შეეხება დღევანდელ თარიღს, 2 აპრილი ქართული კულტურული სივრცისთვის ყოველთვის არის სადღესასწაულო და სასიხარულო თარიღი. მიუხედავად იმისა, რომ როგორც თქვენ ბრძანეთ 1927 წლის ტრაგიკულ მოვლენებში შეეწირება ტიციან ტაბიძე, ის გახლდათ სერიოზული ცისფერყანწელი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
ასე ვთქვათ, პოეტი ამ ჯგუფისა და გარკვეული კვალი დატოვა ქართული ლიტერატურის ისტორიაში. ის მარტო პოეტი არ გახდათ, ის იყო მთლიანად ჩართული ქართულ კულტურულ სივრცეში, თარგმანები აქვს მას, ესეები აქვს მას, არაჩვეულებრივი ლიტერატურული წერილები და ამაზე მოგვიანებით მინდა ვისაუბრო, ქართული ლიტერატურის ისტორია დაწერა მან და ეს სულ ცოტა ხნის წინ გაჟღერდა ეს რამოდენიმე წელია, რაც აღმოჩნდა აი ეს ხელნაწერი და ამაზეც თუ შეიძლება ვისაუბროთ. ახლა დაბადებული გახლავთ ჭყვიშში. თვითონ და მისი ბიძაშვილი გალაქტიონ ტაბიძე გაიზარდნენ, ჭყვიშში გაიზარდნენ, ქუთაისში დაამთავრა მან 1901-1905 წლებში ის იყო ქუთაისის სასწავლებელში სწავლობდა, შემდეგ აგრძელებს ქუთაისის გიმნაზიაში სწავლას და მერე უკვე მოსკოვის უნივერსიტეტში მიდის, ფილოლოგიის ფაკულტეტზე იწყებს ის სწავლას და 1917 წლიდან უკვე საქართველოშია, იწყებს ლიტერატურულ მუშაობას, პირდაპირ ჩართულია ლიტერატურაში, იქაც მოსკოვში ყოფნის დროსაც ძალიან აქტიურად ურთიერთობდა ლიტერატურულ პროცესებთან და ჩამოდის თავითვე იწყებს გაზეთებთან ურთიერთობას. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ვიცით ჩვენ რომ იყო სწორედ ის ცისფერყანწელთა სიმბოლის და ჟურნალ-გაზეთები, რომელთანაც მას ჰქონდა შეხება და ამაზე რასაკვირველია დღეს ვისაუბრებთ ერთი-ორი სიტყვით. კი ბატონო, ის ლიტერატურული წრე თქვენ გარკვეულწილად აღნიშნეთ, რა პერიოდში ის იწყებს თავის საქმიანობას და რა პერიოდში ის თავის გზას იკვლევს. აი ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ, ხო ამოდით რომ ვისაუბროთ. მნიშვნელოვანია რასაკვირველია, იმიტომ რომ სიმბოლისტებმა მოდერნმა ახალი ქარი და ახალი სიო დაბერა ქართული ლიტერატურის ისტორიაში. ქუთაისში იწყება და ფუძნდება მათი ლიტერატურული ორდენი. მოგეხსენებათ, მაშინ 4 ლიტერატურული სკოლა გამოდის. პირველი, მესამედი, მე-20 საუკუნისა საქართველოს ისტორიაში იყო ლიტერატურაში ძალიან განსხვავებული შეხედულებების და ჯგუფების, ასე ვთქვათ, ამინდის პერიოდი და აქ არის აკადემიური ასოციაცია, ჩვენ გვაქვს სიმბოლისტების ჯგუფი, სადაც ტიციანია გვაქვს ესა რა ქვია პროლეტარული მწერლობა, რომელიც არაფერში არ წერია და ვიცით ბოლოს მათ ხელში რაც ჩავარდა არის ფუტურისტული ჯგუფი, მაგრამ აი სიმბოლისტებმა განსაკუთრებული იერსახე შესძინეს მაშინდელ ლექსის რეფორმას. 1916 წელს უკვე გამოდის ცისფერი ყანწები. მოგეხსენებათ, სათაურით სიმბოლურია, ცისფერი მისტიკის ფერია, ოცნების ფერია. მიღმური სამყაროს ფერია, მეტერლინგის ლურჯფრინველსაც საუბრობს ტიციან ტაბიძე თავის შეცავალ წერილში, როცა ჟურნალი გამოდის. აი ამ ჟურნალში ორ ნომრად გამოვიდა და მე შეწყდა ამის გამოცემა. და ორივე ჟურნალის მასში თავის ლექსებსაც აქვეყნებს ორივე ჟურნალის ნომერში და თავის წერილსაც ცისფერი ყანწებით და აი აქ არის მთელი თეორია სიმბოლიზმისა. თუ რას წარმოადგენს სიმბოლისტური სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა. დიახ, მისი ასე ვთქვათ თანამოკალმეები არიან და სიმბოლისტები ვალერიან გაფრინდაშვილი, ყოლა უნადირაძე, ნოტიციანი თავისთავად ვიცით მონაწილეობს ცირეკიძე, პავლო იაშვილი, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა და ვიცით რომ ჩვენება არ მისცა პავლო იაშვილის წინააღმდეგ და არ გაკიცხა მისი თვითმკვლელობა და სწორედ ამას გადაყვება მე ტიციან ტაბიძე. მიუხედავად იმისა, რომ ის ურთიერთობდა სახელმწიფო ორგანოებთან და ვთქვათ, მე არ ვამბობ პოლიტიკურ ორგანოებს, მე ჟურნალ-გაზეთებს გულისხმობ, ის აი ამას გადაყვება სწორედ. დაიბარა ბერიამ, უთხრა ივლისში იკლავს თავს პავლო იაშვილი მწერალთა კავშირის შენობაში თოფით თავს და უთხრა რომ აი გაკიცხე, ორი თვე გეძლევა ამისთვის და შენ თუ ამას არ შეასრულებ, მაშინ შენ საქმე არ იქნება კარგათო და მიუხედავად იმისა, რომ ის უმღეროდა რევოლუციასაც და ბევრი სტატიაც დაწერილი აქვს, დაწერილი პოზიტიური იმ პერიოდის ლიტერატურულ ცხოვრებაზე, ის ამას არ ასრულებს და უკვე 8 ოქტომბერს მიყავთ სახლიდან, ოჯახიდან ღამე აღვიძებენ და ამის შესახებ ძალიან კარგი მოგონება აქვს ნიტა ტაბიძეს თავის ქალიშვილს და
მე შეგვიძლია ერთი-ორი სიტყვით ესეც ითქვას. თავად ტიციანის პოეზიის ძირითადი ხაზი როგორია? აი რა გამოარჩევს მათ, თუნდაც მათი თანამედროვეობიდან იმ ადამიანების სიმბოლოებში? ისევე როგორც ყველა სიმბოლის დასაწყისში მის პოეზიას, რა თქმა უნდა, სიმბოლისტური ანარეკლები ამჩნევია არა. ეს არის მიღმური სამყაროს ხოტბა, წინ მოდის მუსიკა. სიმბოლისტებმა განაცხადეს, რომ აზრი შეიძლება იყოს გაუგებარი, მაგრამ მუსიკა აუცილებლად უნდა იყოს მისაღები, მაღალი ინტონაციები, გაუგებარი სიტყვები, უარი წარსულს, ეს მე რა თქმა უნდა თვითონ უარყოდა ტიციანის ლექსები, ვისაც გაახსენდება და ვინც ესე იგი ვისაც ახსოვს ლექსი მეწყერი, ხო, შედევრია, რომელიც ხო, აბსოლუტურად იქ სიმბოლიზმზე უკვე ლაპარაკი არ არის, რიარია, მე ყაჩაღებმა მოკლეს არაგვზე, ანანურთან თამუნია წერეთელს, რა ვიცი, უამრავი რამ, რომელიც აბსოლუტურად გამიჯნულია თითქოს იმ თეორიებისგან, რომელიც სიმბოლისტებმა წამოაყენეს და რაც შეეხება მის ლიტერატურულ განაცხადს პოეზიაში, რასაკვირველია, იმ თავითვე თავიდანვე იყო სიმბოლისტური, იყო იმ სიმბოლისტური ხაზის გარდა ამისა, სიმბოლისტებმა შემოიტანეს ტრიოლეტი და სონეტი, აღორძინეს ეს სალექსო ფორმა. რა თქმა უნდა, ეს ტენდენციებიც არის ტიციან ტაბიძის პოეზიაში, მაგრამ რომ არ ვახსენოთ მისი დამოკიდებულება სამშობლოს მიმართ, წარმოუდგენელი არა. დავბადებულ ვარ, რომ ვიყო მონადა საქართველოს მეგდასოღელი. ეს იყო მისი ცხოვრების არსი, ეს იყო მისი ლიტერატურული განაცხადი და ეს იყო აბსოლუტურად იმ ყველა წერილის თავი და თავი, რომელიც მან შექმნა და მე ამას თუ 1-2 სიტყვით ამ წერილებსაც შევეხებით, ალბათ კარგი იქნება. შეგვიძლია კარგი იქნება. საინტერესო ის არის, რომ ხა რა თქმა უნდა ურთიერთობდა ის ფრანგულ კულტურასთან და მსოფლიო ლიტერატურასთან ძალიან ახლოს იყო სამეგრელო. ხო, აი იყო ასეთი პოეტი ჩარენცი, ლიტერატორი სობეხი, რომელთანაც ურთიერთობა ჰქონდა და ძალიან უნდოდა ტიციანს ქართული ლიტერატურის ისტორია გაჟღერებულიყო ყველა იმ ერისთვის, რომელთანაც ჩვენ ურთიერთობა ჰქონდა და რუსულ ენაზე დაწერა თვითონ ტიციანმა ქართული ლიტერატურის ისტორია მე-20 საუკუნის 50-60-იანი წლებიდან ბოლომდე სიმბოლისტური განაცხადის ჩათვლით. და აი აქ დაწყებული ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, ვახტანგ ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი და ასე მოხვება და 20-იანი წლების ჩათვლით აქვს მთლიანად დაწერილი აი ეს ლიტერატურული მიმოხილვა ყველა მწერლისა. განიხილავს მას, კრიტიკული ანალიზია და ეს რუსულ ენაზე შემორჩა. და მე ბოლო დროს აღმოჩნდა დომინაშვილს აქვს შესანიშნავი წერილი და გადმოტანილი ეს ყველაფერი ხელნაწერი და ნანა ფრუიძე მიგვითითა ამაზე არის ასეთი ლიტერატურად მცოდნე, რომელმაც ლიტერატურის მუზეუმში აღმოაჩინა ხელნაწერი. და მერე დაიბეჭდა მხოლოდ გარდა ამისა შესანიშნავი წერილები, რომელიც აუცილებლად უნდა ითქვას. ვაჟა-ფშაველას ზე დაწერილი წერილი, ფიროსმანზე დაწერილი წერილი, მარჯანიშვილზე დაწერილი წერილი, მიმოხილვებით თან, სხვადასხვა სფერო, იმიტომ დავასახელე, რომ მასშტაბური იყო თვითონ პიროვნება. ეს წერილები მხოლოდ ხოტბა კი არ არის. ის მთლიან კულტურულ სივრცეს ფლობს, რაც ხდება საქართველოში და მისთვის ეს მნიშვნელოვანია. ავიღოთ თუნდაც ნატო აჩნაძეზე წერილი, ის მხოლოდ ხოტბა არ გახლავთ, იცით? ის არის შეფასება ქართული კინოსი. იქ შენიშვნებიც აქვს მას, ოპონირებასაც ახდენს და ამიტომ ის განსაკუთრებულად მინდოდა აღმენიშნა, რომ მასშტაბური მოაზროვნე გახლავთ ის და ყველა სფეროში ერკვევა ჩართულია მთლიანად ამ ყველაფერში და აი მისი პიროვნებას რა უფრო მეტად წარმოაჩენს, თქვათ, აი ეს შტრიხები პიროვნული, თქვათ, ის მახასიათებლები, თვისებები, რომლებიც მის პორტრეტს წარმოგიდგენს სრულად და წარმოაჩენს. თავისთავად თვითონ პორტრეტიც საინტერესოა. თვითონ პორტრეტს თუ გამიხსენებთ არა, დადიოდა პიჯაკით, წითელი მიხაკით, შეხედავდი თითქოს მომხიბლელი. ხო, მომხიბლელი გარეგნობით
თითქოს არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ საინტერესო იყო ძალიან, ისევე როგორც თვითონ იყო საინტერესო ამ სიახლის შემომტანი თავის თანამებრძოლებთან ერთად, თანაგუნდელებთან ერთად, მოდი ასე დავარქვათ, სიმბოლისტებთან, რომლებმაც ძალიან დიდი განაცხადი გააკეთეს ქართულ ლიტერატურაში, მართალია მე ახალთაობელებმა ეს დააბრუნეს ეროვნული რესურსებისკენ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს თეორიების და განაცხადების ფორმით იყო ტიციანისთვის ეს ყველაფერი მოსაწოდებელი საზოგადოებისთვის, თორე ბოლოს თუ გადავხედავთ მის შედევრებს, ჩვენ ვნახავთ, რომ ის აბსოლუტურად ამოსრდილია ქართული კულტურიდან და არც გამიჯვნია მას არასოდეს. დიახ, კაპიტან ქეთევანი, რაც შეეხება მის შემოქმედებას, მის პოეზიას, ჩვენს დღევანდელობაში რომ გადმოვიტანოთ, რამდენად სამაგალითო არის, რამდენად გასათვალისწინებელია და დღევანდელი ახალგაზრდა თაობისთვის რატომ არის მნიშვნელოვანი, ვთქვათ, რომ გაეცნონ მის შემოქმედებას, მის ცხოვრებას და რა შტრიხები შეიძლება გამოვყოთ მათთვის მისანიშნებლად, ასე ვთქვათ. ჯერ ერთი თავისთავად მისი ცხოვრების წესი იყო ძალიან ქართული, ადამიანური, მაგალითის სახე ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ის შეეწირება რეპრესიებს, რა იყო საფუძველი ამისა, ესეც სამაგალითოა. საფუძველი იყო ის, რომ თავის მეგობარზე, თავის უახლოეს ადამიანზე, რომელთანაც მთელი ახალგაზრდობა ჰქონდა გატარებული, რომელთან ერთადაც ჩამოაყალიბეს ეს ჟურნალები, ჩვენ არ ვახსენეთ მეოცნებენ იამორების შემდეგ 11 ნომერი გამოდის ამ არაჩვეულებრივი ჟურნალისა და იქაც ერთად არიან. აი მიუხედავად იმისა, რომ კაცი იყო გარდაცვლილი, თვითმკვლელობით გარდაცვლილი, არა, მან არაფრით არ იკადრა ის, რომ თავის თანამოკალმეზე, მის მეგობარზე, პავლო იეშუზე, არამე ურიგო ეთქვა. ეს მაგალითის სახეა. თავისთავად პოეზიის, ხო, ბევრ რამეზე მეტყოლებს. თავისთავად პრინციპია ეს და ადამიანურობაა და გულმოწყალებაა და ყველაფერი ერთად არის, პოზიციაც არის და რწმენაც არის თუ გნებავთ. რაც შეეხება პოეზიაში, ძალიან კარგი კითხვა იყო ეს, იმიტომ რომ დღევანდელ ლიტერატურაში იცით აბსურდის თემა, გაუგებარი აზრები, გაუგებარი განაცხადები გამყარებულია თითქოს იმით, რომ აი სიმბოლისტებმა თქვეს, რომ ხელოვნება ხალხისთვის კი არა, ხელოვნება ხელოვნებისთვის, მაგრამ ხელოვნება ხელოვნებისთვის ძალიან მაღალი განაცხადია და მაღალი დონის უნდა იყოს ლექსიც და იქ სულიერი, ასე ვთქვათ, ფეიერვერკების განაცხადის ძალიან მაღალი დონის უნდა იყოს, მაგრამ როდესაც შენ გაუგებარ ტექსტს თავაზობ, იქ არც ემოცია არ არის, არც ის სიმაღლე არ არის, არც სულიერება არ არის, არც სიყვარული ჩანს და საერთოდ თემას ვერ ვიგებ რა არის და ამბობ, რომ აი სიმბოლისტებმა ეს გააკეთეს, ეს არასწორია. ეს მისი პოეზია, ტიციან ტაბიძის პოეზია სწორედად სამაგალითოა იმისა, რომ რამხელა სიმაღლე ასწია პოეტმა და რომ იქ არაფერი გაუგებარი, აბსურდული და არაფერი მხოლოდ მიღმურ სამყაროზე დაყრდნობილი არ არის და მიღმური იქ რაც არის და რაც არის პოეტური გაჭრა და პოეტური გაელვება, იქ ყველაფერი წესრიგშია. ის ექვემდებარება იმ სალექსოს საზომს, იმ განაცხადებს, რაც სიმბოლისტება ჟღერადობა, ის რიტმიკა და ასე მუსიკა, კი ბატონო, ტრიოლეტები, სონეტები, რაც თავიდან შემოიტანეს ქართულ ლიტერატურაში, თუნდაც მხატვრული სახეებით აზროვნება, უპირველესი იყო ეს მათთვის მხატვრული სახეებით აზროვნება. მხატვრული სახე არ ნიშნავს გაუგებრობას. მხატვრული სახით უნდა გამაგებინო შენ რისი თქმა გინდა ემოციურად, არა? და ეს რა თქმა უნდა მაგალითის სახეა. ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა პოეტი გამოდის დღეს, ეს რა თქმა უნდა ყველას არ ეხება. ძალიან კარგი ლექსებიც არის დაწერილი და იმედი მაქვს, რომ ჩვენ მომავალშიც მივიღებთ კარგ ავტორიტეტებს პოეზიაში. დიდი მადლობა კაპიტან ქეთევანი. პოეტი, ლიტერატორი ქეთევან შენგელია იყო ჩვენი სტუმარი, დიდ ტიციანს ვიხსენებდით, რომლის დაბადებიდანაც 130 წელი შესრულდა, სულ რამდენიმე წუთში დაგიბრუნდები და უკვე თეატრზე და თეატრალურ ფესტივალზე ვისაუბრებთ. დაგველოდეთ.
გრძელდება ჩვენი გადაცემა, ჩვენ ახლა თეატრზე ვისაუბრებთ სპექტაკლებზე, ხოდა შორის გუშინდელი დღესავით მახსოვს 11 წლის წინ იქნებოდა ასე შემოდგომა, როცა ჩვენი ძვირფასი მეგობარი ნათია გუჯაბაძე დაკავშირდა და ესეთ კარგი იდეა გითხრა, რომ მოუყვარლო სტუდენტთა ფესტივალი არსებობდა და ან ყველაფერს მე 11 წელი გავიდა თვალდახელშუა და გეტყვით, რომ წელს 7-დან 14 აპრილის ჩათვლით მოუყვარლო სტუდენტთა თეატრალური საერთაშორისო ფესტივალი ნიღაბი იწყება, რომელიც წელს მე-11-ით როგორც გითხარით ჩატარდება და უფრო ცვლად ცხადია ჩვენი სტუმრები მოგვიყვებიან სამზადისზე, წლევანდელ ფესტივალზე, მონაწილეებზე, ნომინაციებზე. ერთ-ერთი ორგანიზატორი ფესტივალის ანანუსი დამონდა და ფესტივალის მონაწილე წინა წელს 2023 წლის გამარჯვებული თავის ნომინაციაში გიორგი სანიკიძე, დილა მშვიდობისა და მადლობა მოგზაურობისათვის და გილოცავთ, იმიტომ რომ მე ვიცი რა არის თქვენთვის ყოველწლიურად ფესტივალის დაწყება და ფესტივალის გამართვა. როგორი ესე იგი ისაც ერთწლოვნები ხართ, მაგრამ გაერთიანებულები ამ დღეებში და როგორ გიხარიათ და თან გილოცავთ, იმიტომ რომ ტრადიციულად დეკემბერში იმართება, მაგრამ მოვლენების გამო გადმოიწია გაზაფხულზე და კარგია რომ ტარდება. ანანო, დავიწყოთ, აბა როგორია სამზადისი? რას ელოდება წელს თქვენი დიდი აუდიტორია მაყურებლის, იმიტომ რომ ეს ტრადიციულად ტარდება თქვენს უნივერსიტეტში, სამედიცინო უნივერსიტეტის ამ არაჩვეულებრივ თეატრში, რომელიც თეატრის იდეით როდესღაც დაარსდა და გადაჭედილია ყოველთვის დარბაზი. მოგესალმებით პირველ რიგში, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მოკლედ დიდი სამზადისია და უპრეცედენტო შემთხვევა წელს, იმიტომ რომ ვინც ყავს ჟიურის წევრები პირველად არიან ჩვენთან ფესტივალზე და ასევე ორი უნივერსიტეტის დებიუტი იქნება ჩვენს ფესტივალზე, ეს არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი და თელავის უნივერსიტეტი, რომლებიც პირველად მიიღებენ ჩვენს ფესტივალში მონაწილეობას და მოკლედ ძალიან სულმოუთმელად ველოდებით და თქვენც და ისინიც. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ანანო, ორი უნივერსიტეტი დაასახელეთ. თუმცა საბოლოო ჯამში 6 უნივერსიტეტი იღებს. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ასევე იქნება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, რა თქმა უნდა, მასხინძელი. როდის ეთამაშებთ თქვენ? 11 აპრილს იქნება. ხსნის ფესტივალს. ფესტივალს ხსნის ჯიპა. შემდეგ უკვე იქნება კავკასიის უნივერსიტეტი, ასევე თელავის უნივერსიტეტი დავასახელეთ, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სეუ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, როგორც გითხარით და ასევე იქნება გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი. გიორგი, შენ მინდა კითხო, შარშან ძალიან დამსახურებულად მიიღე, გასულ შარშან წინ გამოდის, ნუ წინა წელი გამო 25-ში ტარდება თორემ ჩატარებული იყო დეკემბერში, ანუ გასულ წლის ფესტივალზე შენ აიღე დამსახურებულად მართლაც ასეთი მთავარი პრიზი მამაკაცის და რა მინდა იცი კითხო, შენ სტუდენტი მიიღე მონაწილეობა, აქვე ვთქვათ რომ აქ სტუდენტები იღებენ მონაწილეობას, აუცილებელი პიროვნება რომ სტუდენტი უნდა იყოს, მოყვარული სტუდენტები, მაგრამ შენი დაწყებულია რამდენიმე ისეთი მოყვარულები იყვნენ, ბევრ პროფესიონალს აჯობეს. რა საშუალებას გაძლევთ ეს ფესტივალი? ნათიას თეატრიდან, მაინც ამ შემთხვევაში ფესტივალზე ვლაპარაკობთ, შეგვიძლია ხიგეზეც ვისაუბროთ, მაგრამ რა საშუალებას იძლევა, რომ აი რაღაცა ეს რამდენი პერიოდი, რაღაც ჩვენი სურვილი, თქვენი სურვილები დაიკმაყოფილოთ, აიხთინოთ და სცენაზე დადგეთ. აი, რა საშუალებაა ეს ფესტივალი და აქვე ვიტყვი, რომ მე წლიდან წლამდე არის ხოლმე გარკვეული თეატრები, რომლებიც უკვე დაარსდა უნივერსიტეტებში, ესეთი კონკურენცია კაი გაგებით, რომ აბა ვინ უფრო უკეთესად დადგამს და ერთი ციებ ცხელება და მოკლედ გადასარევი თეატრალური პროცესია.
მოკლედ მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ასევე მოწვევისთვის და მინდა აღვნიშნო რომ ეს ფესტივალი, რომელიც უკვე ჩემთვის იქნება მეოთხე, რიგით მეოთხე ჩემთვის, პირველ რიგში არის ურთიერთობა. თეატრ ხიგიას დასწავლი უკვე მე-6 წელია ვარ, მაგრამ პანდემიის გამო 2 წელი სამწუხაროდ არ ჩატარდა და მეოთხე ფესტივალია, რომელიც გარდა იმისა, რომ ჩვენ ამ თეატრალური და კულტურული საზრდოს მიღების საშუალებას გვაძლევს ეს ფესტივალი. ამის გარდა ჩვენ უამრავ ადამიანს ვიცნობთ, უამრავი ურთიერთობა ყალიბდება, რომელიც თუნდაც პროფესიულად, თუნდაც ადამიანურ ურთიერთობებში ძალიან კარგ მომავალს აყალიბებს იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ამ ფესტივალზე სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან ერთმანეთს ხვდებით. უამრავი ცნობილი პროფესიონალი მსახიობები, მასტერკლასები და ჩემთვის ახლა როგორც მომავალი ექიმისთვის ამ შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ, თუნდაც ეს თეატრალური უნარები, ეთიკა, ნორმები, ადამიანის შეცნობა, როლზე მუშაობა მაძლევს იმის საშუალებას, რომ თუნდაც პაციენტებთან ურთიერთობაში გამიმარტივდეს მათ მიმართ დამოკიდებულება, მათი გაგება და ასე შემდეგ. ახლა სხვანაირად ყალიბდება თავისთავად უკვე ხო ადამიანი თავისი მხედველობით და ასე შემდეგ თავისთავად გეხმარებათ ეს მაგრამ ზოგი ისე ჩამოვალა დაანება პროფესიასავით და თეატრალურში გადავიდა. ეგეთებიც იყო. ექიმობას მოწყვეტ და სხვა პროფესიას. ესეც ერთხელ კარგი არის ალბათ აღმოჩნდა თავისთავი იქ, სადაც ნამდვილად იყო მისი ადგილი. ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვა ახლა გიორგი მის რომ თქვათ ურთიერთობები ყალიბდება და ვინაიდან ეს არის საერთაშორისო ფესტივალი თავისთავად უცხოელ სტუდენტებთანაც არის აზრების გაცვლა, გამოცვლა. ეს რამდენად მნიშვნელოვანი არის როგორც ქართველი სტუდენტებისთვის, ასევე უცხოელი სტუდენტებისთვის, რომ გაუზიარონ ერთმანეთს კულტურა, შეხედულებები და ასე შემდგომ. როცა თეატრი აერთიანებს, ეს არის კარგი. კი, ნამდვილად კულტურა, ზოგადად ხელოვნება ძალიან მნიშვნელოვანია. სხვათა შორის ჩვენ გავიცანით სომხეთის სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები და ძალიან საინტერესო იყო მათთან მუშაობა. წელს ხდება ისე, რომ რაღაც მიზეზების გამო დეკემბერში ვერ ჩატარდა და აპრილში გადმოვიტანეთ, შესაბამისად რაღაც გეგმები შეიცვალა. ამიტომ წელს მხოლოდ საქართველოს მასშტაბით გვაქვს უბრალოდ მომავალ წელს აუცილებლად იქნებიან ნაპოლის უნივერსიტეტის წარმომადგენლები და ასევე სომხეთის სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები და უკეთ ამასაც ესე წინასწარ ძალიან ველოდებით. კი ბატონო, ანანო, აქვე უნდა გამოყოთ ჟიური, იმიტომ რომ ანათიას და თქვენი ჯგუფის დიდი მოწადინებით ისეთი ჟიურის წევრები გავთ ყოველდღიურად, რომ ნებისმიერი სხვა ფესტივალი არ იტყოდა და დაამშვენებდა. თან ახსენე რომ წელს ბევრი მათგანი პირველად არის. შეგვიძლია ჩამოვდავასახელოთ ჟიურის წევრები. შეგვიძლია, ესე იგი, ვინაიდან ყველა ცნობილია ხოლმე, შეგვიძლია ესე იგი. კი, ცნობილი მსახიობები არიან და რეჟისორები. ქალბატონი ნინო ბურდული გვეყოლება წელს, თემიკო ჭიჭინაძე, ასევე გეგა გაგნიძე ახალგაზრდა რეჟისორი. პაატა პაპუაშვილი მსახიობი, ნინო ფილფანი, ასევე მსახიობი ანა ქურთუბაძე, ანი ჯავახიშვილი და ჩვენი ჟიურის უცვლელი თავმჯდომარე ქალბატონი ეკა მჟავანაძე. ნუ შესანიშნავია. ანუ ასევე ვისაუბროთ ნომინაციების შესახებ. კი ბატონო. ესე იგი ჩვენ წელს 14 აპრილს გვექნება ესეთ საზეიმო დახურვა, რომელიც არის აბსოლუტურად დღესასწაული. კი ბატონო, დღესასწაული ნებისმიერი ფესტივალის მონაწილესთვის და სხვადასხვა ნომინაციები არის ქალის და მამაკაცის ეპიზოდური როლის საუკეთესო შესრულებისთვის, ასევე მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის, კომედიური როლი, დრამატული, სხვადასხვა ჩვენი ასტას, ანუ ჩვენი საორგანიზაციო ჯგუფის აღმოჩენა, ასე რომ ვთქვათ, რჩეული და ფესტივალის აღმოჩენა, ეს არის მთავარი პრიზი, რომელიც აი გიორგიმ შარშან ძალიან სამართლიანი. ეს არის გრან-პრი, ასე ვთქვათ. აქვე მე ვიტყვი, რამდენჯერმე მქონდა ბედნიერება და ვიყავი ჟიურის წევრი და პირველად რო ვიყავი, აი ვიტყვი პირდაპირ, რომ ვიპიქეთ ახლა მივალთ ახლა ბავშვები რაღაც ითამაშებენ და დავარიგებ პრიზებს. დავარიგებ კი არა, ისეთი რთულია ხოლმე. იმდენი ყველა ნომინაციაში იმდენი საინტერესო ადამიანია და თან ახლა ძალიან ობიექტური ჟიურია ყოველთვის და ისე აღარ უდგებიან ხოლმე რაღაც სამოყვარულოა და მართლა აი ახლა რო ვიზახდეთ მეორე ხარისხოვანი ეპიზოდური იმდენია ხოლმე კომიკური რომ აი რომელს მისცე აღარ იცი და ახლა როგორ შეაფასებდით თქვათ მით უმეტეს როცა ჟიურის წევრი იყავენ 11 წლის განმავლობაში როგორ განვითარდა თვითონ ეს ძალიან ფესტივალი მარტივი აი ამაზე არის ძალიან მარტივი პასუხი ეს ფესტივალი რო არ იყოს საჭირო კარგი და განვითარებული მე-11-ად ვერ ჩატარდებოდა და არც მხარდამჭერები გაიზრდებოდნენ და
ამ мотиваციასაც ვხედავ ხოლმე. ჯერ ერთი ამდენი ათობით ადამიანი, რომელიც გაერთიანებულია თეატრის სიყვარულით, უკვე აი მარტო ამიტომ არის ფანტასტიკური ეს ფესტივალი, რომ შეაყვარა ამდენს დაინტერესა და სავსე დარბაზები, მე ეს ურთიერთობები და მართლა უამრავი ნიჭიერი ადამიანი სცენაზე, რომლებიც ის რამდენიმე დღე რაღაც თავის ნიში აფქვევენ, სურვილს იხდენენ და რაჯობია ამით გაერთიანებას. მოკლედ, როდის იხსნება ფესტივალი, თქვა პირველს ვინ თამაშობთ კიდევ ერთხელ და გაგიშვებთ ნელ-ნელა საქმეს. ერთსაც დავამატებ, 9 აპრილს იქნება მეტყველების მასტერკლასი, რომელსაც ჩაატარებს დიახ ყველასთვის საყვარელი მსახიობი არჩილ სოლოღაშვილი. ფესტივალი გაიხსნება 7 აპრილს, გახსნის ჯიპას უნივერსიტეტი და 14 აპრილს გვექნება საზეიმო დახურვა. წარმატებას გისურვებთ. წარმატებას თქვენ წელს განსაკუთრებით მონაწილეებს უსურვებთ წარმატებას და ამ ფესტივალზე მე მჯერა რომ 31 მე ალბათ ეთერში აღარ ვიქნები, მაგრამ სხვები ელაპარაკებენ და ესე იმიტომ რომ სამედიცინო დიდხანს იქნება, სტუდენტები დიდხანს იქნებიან და ძალიან დიდ გზას უსურვებ ამ ფესტივალს, ჯერა ასე იქნება. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. სტუდენტურ მოყვარულ ფესტივალის, ესე იგი საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორები, ერთ-ერთი ორგანიზატორი ანანო სიდამონიძე და ფესტივალის მონაწილე გიორგი სანიკიძე აწუყვე გრან-პრის და აღმოჩენა ამ ნომინაციის გამარჯვებული იყვნენ ჩვენი სტუმრები. მადლობა რომ გვიყურეთ და მომავალ შეხვედრამდე გამშვიდობა. ნახვამდის.